დღეს დილით ორბელიანების სასახლეში ფეხით და რუსთაველის გამზირის გავლით მივიდა. ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა პარლამენტთან განზრახ იმ დროს ჩაიარა, როდესაც მომავალს ირჩევდნენ. სეირნობის პროცესში მედიასთან თქვა მხოლოდ ის, რომ უკვე ყველაფერი თქვა და ახლა სამსახურში მიდის. სამსახური, რომლის დათმობაც ძალიან უჭირს 29 დეკემბრამდე აქვს. რით დაიმახსოვრებს ისტორიას სალომე ზურაბიშვილს. ყველაფერი 2018 წელს იწყება, როდესაც ქართული ოცნების მხარდაჭერით და არჩევნების მეორე ტურით მეხუთე პრეზიდენტი ხდება. ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას. ღვთისა და ერის წინაშე დადებული ფიცი რამდენიმე წელში დაავიწყდა, როდესაც ქვეყნის მთავარი კანონი იმდენჯერ დაარღვია, რომ კონსტიტუციის დამრღვევად საკონსტიტუციო სასამართლო მცნო. საქმე ეხება მთავრობის თანხმობის გარეშე რამდენიმე ქვეყანაში უნებართვო ვიზიტებს. რას ემსახურებოდა საზღვარგარეთული შატალოები, თავად ირწმუნებოდა, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვას, თუმცა საქართველოს იმიჯის დაზიანება გამოსდიოდა. საკუთარ უფლებამოსილების ჩარჩოებს არაერთხელ გაცდენილი ზურაბიშვილი საზოგადოებას თავს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების შეფერხებითაც ამახსოვრებს. პრეზიდენტმა იმდენ კანონს დაადო ვეტო, რომ თავისივე სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ვეტომდებელ პრეზიდენტად იქცა. ახალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ვეტომდებელი, უნდა იყოს იდეამდებელი. ნებისმიერ კანონს დავადებ ვეტოს. ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ და დავადებ ვეტოს. სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში კრიმინალების შეწყალებითაც შევა. ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი რურუა და პრეზიდენტის მიმართ არაეთიკური გამონათქვამების ავტორი ნიკა გვარამია. დამნაშავეებისთვის ნაჩუქარი თავისუფლება პოლარიზაციის შემცირების მიზეზით ახსნა. თუმცა ზურაბიშვილის ნაბიჯმა მაშინ პროცესები უფრო მეტად გაამწვავა, რადგან ყოფილი პატიმრები ძალადობრივი პროცესების ლიდერებად იქცნენ. აი ამ ნაგვის ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე უნდა იცოდეს მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ყავს ჯალათი. ყველა ბოძზე უნდა გამოვაკრათ ესეთი ჯალათები. დისკრეციული უფლება დესტრუქციისთვის გამოიყენა ლაზარე გრიგორიადისის შემთხვევაშიც. პოლიციელებისთვის ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის მსროლელის შეწყალებით სალომე ზურაბიშვილმა ძალადობა წაახალისა. გაუგებარ შეწყალებებს მალევე მოყვა გაუგონარი გადაწყვეტილებები. ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა და იმ ძალების მხარეს გადასვლა დაიწყო, რომლებიც წლების განმავლობაში მას ებრძოდნენ. უპრინციპოთა გაერთიანების უშედეგო მცდელობები იქამდე მივიდა, რომ ორბელიანების სასახლე ნათელაშვილის ფანჩატურად გადააქცია. ზურაბიშვილის კისერზეა ეგრეთ წოდებული ომის ქარტიად წოდებული ანტისახელმწიფოებრივი დოკუმენტიც, რომელიც საზღვარგარეთიდან გამოატანეს და რომელსაც ხელი ოპოზიციის უმრავლესობამ აღფრთოვანებით მოაწერა. რადიკალების მოკავშირეობიდან მათ წინამძღოლად ქცეული ზურაბიშვილის ნაბიჯები ანტისახელმწიფოებრივი განსაკუთრებით მისი ვადის მიწურულს გახდა, როდესაც მტკიცებულებების გარეშე იმის მტკიცება დაიწყო, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა ვერც საზოგადოებას და ვერც საგამოძიებო უწყებას ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები ამ დრომდე ვერ წარუდგინა. უფრო მეტიც, ლიბერალური ფაშიზმის აქტიური მიმდევარი გახდა და არასრულ წლოვნებს პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდა. არ მორიდებია სამართალდამცველების შეურაცხყოფასაც. რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? თქვენ პრეზიდენტს არ პასუხობთ? სცენარი, რომლითაც ახლა რადიკალებთან ერთად მოქმედებს, წლების წინ მისთვის მიუღებელი იყო. ზურაბიშვილის პოლიტიკურ უპრინციპობას და შეცვლილ რიტორიკას კარგად ასახავს არქივი და 2020 წლის მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა. დემოკრატიის და არჩევნების არსის სრული უარყოფა, როცა გამარჯვებას ვერ მიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულებების გარეშე ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამ უმრჩევლის ნდობით მოპოვებულ მანდატზე და მრავალპარტიულ პარლამენტზე. მას მოუწია გარეთ ძალების სამსახურში ყოფნა და ნებისმიერი აგენტის ხვედრი ტრაგიკულია. ასე აფასებს ხელისუფლება და მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობას. ამ წლების განმავლობაში კონკრეტული ძალები, გარეთ ძალები პირველ რიგში პრეზიდენტის ინსტიტუტს სწორედ რომ საზოგადოების გასახლეჩად იყენებდნენ. ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენებოდა იმისათვის, რომ დაესუსტებინათ ხელოვნურად
ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი ამისათვის სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა სწორედ პრეზიდენტის გამოყენებით საქართველოს კონსტიტუცია. ეს არის უბრალოდ ტრაგიკული პიროვნება. მას მოუწია გარეძალების სამსახურის შესვლა ჯერ ადრე თავის დროზე, წლებით ადრე და ახლა უკვე მეორედ და ნებისმიერი აგენტის ხვედრი არის აბსოლუტურად ტრაგიკული. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია თანაუგრძნოთ ამ ადამიანს. საზოგადოებას ძალიან გაუჭირდება რაიმე პოზიტიურად დაიმახსოვროს ზურაბიშვილის მოღვაწეობა, ის თავს დაამახსოვრებს როგორც კონსტიტუციის უხეშად დამღები, ის საზოგადოებას თავს დაამახსოვრებს როგორც საკუთარი ქვეყნის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსი და ადამიანი, ვისთვისაც არა საკუთარი ერისნება, არა არჩევნები, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარედან მიღებული დავალებები წარმოადგენს შესასრულებლად აუცილებელ პროცესს. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ისტორია იმ პრეზიდენტად დაიმახსოვრებს, რომელსაც გაცილებით მეტის ამბიცია ჰქონდა, თუმცა რიგით რადიკალ ოპოზიციონერად დარჩა.